გამარჯობათ მეგობრებო, დღეს არის 19 აპრილი და ეხლა მას 2 საკვია 25. მოკლედ ახლა ვიცი დღეს ბევრს არ ცალია. სამზარულოთია ქალბატონები დაკავებული და მამაკაცები კიდე მოლოდინში არიან ხვანდელი კეიფის და რამენერად რომ ეს რიტუალი კარგა ბარაკიანად გაატარო. ამიტომ მოკლედ ვიტყვი. ესე იგი ვინც ნახეთ ახლა ბოლო 3-4 დღის განმავლობაში რაცაც ვდებ, ბევრი ახლისთვის რა თქმა უნდა ახალი იყო და ესე უცებ ზედიზედ მიწოდება, შოკი იქნებოდა და ძნელი გადასახარშია ასე ვთქვა. მაგრამ ძველებმა კიდე ნახეს ისევ ახლებურად და ბევრი კიდე რამ გაიგეს, თუმცა უკვე ცნობილი იყო ძირითადად. ეხლა დღეს არ ვაპირებ 2 ვიდეოს დადებას. დღეს დავდებ მხოლოდ 1 ვიდეოს, რომელიც ყოველ ესე იგი აღდგომის დღესასწაულის წინ დაიწყებენ, მოკლედ ერთ და იგივეს ღეჭვას, ღეჭავენ. რამდენი ათეული წლებია თუ ასეული წლებია და მოკლედ ვერ გადაღეჭეს და ვერ მოინელეს ეს საკითხი რა. ქრისტე აღდგა თუ ადგა. ვერა და ვერ დაადგინეს. ვერა და მეცნიერებათა აკადემიაში არ გამოჩნდა ხალხი, რომ ტაბუ დაადონ ან დოგმა დადონ ან წერტილი დაასვან ამ საკითხს. აღდგა თუ ადგა. არც მწერალი გამოჩნდა, არც მეცნიერი გამოჩნდა. გარდა იმისა, რომ თვითონაც ვიღაცას კითხავენ და გამოკითხავენ ან ინტერვიუში ან გადაცემაში რაღაცა ჩაიკითხებიან, მოშლილია ყველაფერი ხო გასაგებია, ხო, მაგრამ სადღაც ხომ და არსებობდეს რაღაც წერტილის დასმა. ამ საუკუნოვანი ასე ვთქვათ, საჩოთირო იმისა რა. აღდგა თუ ადგა, ჯერით რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ ვინაიდან ანიჭებენ მნიშვნელობას, მე 3 წელს უკან დავდე და ვატრიალებ ყოველ წელიწადს. ზოგში არ შედის თავში, ზოგმა გაიგო. დავდებ დღეს მე ვიდეოს, ახლა კიდევ იმ ძველ ვიდეოს მიდოდა მიმა, მაგრამ არა საჭირო ხა იმიტომ 35 წუთიანი ისედაც და ხა კიდე გაგრძელებული ვიდეო მე აღარ მოусმენს ხალხი. აი ესე მოხეულად ვიტყვი ხა კაცო, არსებობს ასეთი სიტყვა. აღსავალი. ხო? აღსასრული. კიდე ბევრი სიტყვები ხა ექსპრომტ ვერ ვიხსენებ. გამიგეთ, რატო არის ს? გამიგეთ? რატო არის იქ ს? ან სიტყვაში რატო არის თუ არის აღდგომა? საერთოდ ღ რატოა? ღ. არ ვამბობ ხა სზე. გესმინ? ღ რატოა? ყოფილიყო ადგომა, კაცო და მორჩა, დამთავრდა, რა იყო, გაურკვეველი. ჩამატეს ღ და მე კიდე ჩამატეს ს. ეს ბლაცასაული. ვერა და ვერ გაიგებს ჩემს იმას როგორ გითხრათ, ვერ გაიგებს ვერავინ, ვერც მეცნიერი, ზემეცნიერი, აკადემიკოსი, არანაირი გრამატიკოსობა ამას არ ჭირდება, ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ვერ ფლობენ ბიბლიის შექმნის ბაზას. ეს ბაზა არის ეზოთერია და ჰემატრია, ჯამში აღებული, ორივე ერთად. გამიგეთ? თუ აი ამ საიდუმლო მეცნიერებას არ ფლობ, ვერაფერსაც ვერ გაიგებს, სად რა გარბის და რა წერია მან. გესმით ხალხო? ს რატო არისო? ს კი არა, ღ რატოა გეუბნებით. და რატოა ის ღ მერე ჩვენს ღმერთის, ასე ვთქვათ, წინა სიტყვის წინა ასობგერად ჩამონტაჟებული. ეს მე ლექციაც ვქონდა რამდენი და ვინ იცის. ანუ ნახეთ როგორ არის. სვანურად არის ღერმეთ, მეგრულად არის ღორონთ და დღევანდელი ქართული არის ღმერთი, სამივე იწყება ღ-ით. ამას მე რამდენი ლექცია მაქვს საერთოდ. რატო არის ღ სამივე ენაში, ქართულ, მეგრულ, სვანურში, რატო არის მაინც-მაინც ღ ასო, ჯერ ეს გაიგეთ რატო არის. ამაზე მე ლექციები მაქვს. 72 ვიდეო ლექცია მქონდა ხალხმა დადებული. 2018-დან დაწყებული. მე შევკვეცე დამონტაჟე იმას ავქენი რა ქვია, ცოტა ის კომპაქტური საყურებელი რო ყოფილიყო და 32 ნაწილამდე მოვიტანე. იქაც მქონდა ეგ საუბარი. ყველაფერი გაშიფრული მაქვს. აჭიჭინდებიან, აღდგა თქვა, ადგა, მე გამოიკიდება ვიღაცა, აი, ყველა თავი ჭკუას გამოთქვამს, ყველა თავისებურად
ვერა და ვერ დაადგინეს. რატომ? იმიტომ რომ არც თავია გამქვეყანას, არც ბოლოა, არც სახელმწიფოს, არც მეცნიერებათა აკადემიას, არც ისტორიკოს, არც მწერალს, არც პოეტს და არც არავის უსაჩქოა მოეკითხება ვითომ. ლევან გვინჯლია შეეკითხეს, ეხლა იქ როგორ არის გრამატიკულად ასე არისო, სწორი ბიჭო, ლევან გრამატიკულად არ არის იქ დაწერილი, კაცო, რა წერია. სულ ფეხებზე ეკიდათ, მაგათ ეზოთერია და ეს რა ქვია, გრამატიკა როგორ იქნებოდა, გრამატიკულად როგორ იქნებოდა გამართებული. აი, გამართული. მურღულიას კიდე კითხეს იქ. კიდევ კაი ერთხელ ბოლოსში რო თქვა, მე მაგალითად, ერთი სწორია, მეორე სწორია, არ შეიძლება ორივე სწორი იყოს, კაცო, და ორივე მართალი იყოს. მაგრამ ბოლოს ისე თქვა, მე მაინც მისჩევლია, რომ აი აღსდგა რო თქვაო. გამიგეთ? არ შეიძლება ორში ორივე მართალი იყოს. ორ კაცში. ან ერთი მტყვანი, ან მეორე მართალი. გესმით? ამიტომ არ შეიძლება აღსდგა ან ერთი, ან მეორე არ არის. უნდა იყოს ერთი და ერთი რატომ უნდა იყოს და აღსდგა რატომ უნდა ეს ჩემს მას არ წარმოადგენს, მაგრამ ვინაიდან აი ეს იმას ამ სივრცეს იმყრობენ და თქვენ ის ენერგიას და იმას ფანტავენ ასე ვთქვათ, აზროვნება, გონებას და ყველაფერს, ამიტომ მე კიდე დავდე 3 წელს და ეხლა დღესაც დავდებ, მივალ ეხლა სახში, დავდებ დაღეჭილ ინფორმაციას ეზოთერიულად და ჰემატრიულად, როგორ არის და როგორ არის სწორი, მართებული უფრო სწორი და როგორ არის არასწორი. ობლიო, მაშინ აღდგა კაცო. ისა ბოდიში ადგა. იქნებოდა ადგომა. რა? აბა რატო ჩააგვეხეს მაშინ? მე პლუს კიდეს აი დადას. ეს არის უსადინარო პიკი ჩემო კარგებო. ამას არ ჭირდება ამ ქვეყნიური განათლება არის ამისათვის საჭირო, იმიტომ რომ ამ ქვეყნიური მიდა არ დაუწერია შოთა რუსთაველს ვეფხისტყაოსანი. როგორ გითხარით ახლა ამ ქვეყნურ როგორ? ანუ საიდუმლო მეცნიერებებს უნდა ფლონდე. იმ მეცნიერებას, რომელიც არ ეწოდებოდა ხალხს. მასებს უფრო სწორედ. იმ პრინციპით დაიწერა მაშინ ბიბლია, მაგრამ ის ბიბლია კი არა დღეს რო გვიწერია. ეს არის გადაწელი გადმოწერილი თავისუფლაზე მიწერილი და მიწერილი მერე ურიაზე. გესმით, იმიტომ ერთი ის არის, იმიტომ არის იმაში მათე სახარებაშია თუ არ ვწდები, მე 13-დან მე 15 მუხლამდეა. თავი არ მახსოვს ხა ზუსტად, იქ წერია ადგომა, თუ ადგომა წერია და აღსდგა არ წერია. მაგრამ ეს გადაწერილია მილიონჯერ და მეტად. კარგით, მივალ ახლა სახში მალე და დავდებ და ნახე და მომსვენეთ ყველამ ერთად. აბა კარგად.